ჯანდაცვის მინისტრი ხარაგაულის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში იმყოფებოდა, სადაც კლინიკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და იმ სივრცეებს გაეცნო, რომლებსაც დაწესებულება პაციენტებს თავაზობს. მინისტრმა პერსონალთან შეხვედრისას მაღალი ხარისხის სერვისებსა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ სამინისტრო ახორციელებს პირველადი ჯანდაცვის საპილოტო პროგრამას, რომელიც თავდაპირველად 6 კლინიკაში ამოქმედდა, მათ შორის ხარაგაულის რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრში. რეფორმა ითვალისწინებს არა მხოლოდ დაფინანსების ზრდას, არამედ მოქალაქეების უფასო გამოკვლევების ფართო სპექტრის დამატებას. რეგიონებს სჭირდებათ ისინი იმსახურებენ გაცილებით უფრო მოსახერხებელ, გაცილებით უფრო მეტად მაღალი დონის და თანამედროვე სტანდარტის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ამ თვალსაზრისით გვაქვს ბუნებრივია ხედვა და გარკვეული ინიციატივები, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს თითოეულ რეგიონში, თითოეულ მუნიციპალიტეტში. აქ მაგალითად ხარაგაულში როგორ გახდეს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომი გაცილებით უფრო მაღალი დონის და ადამიანებს არ უწევდეთ ისეთ სერვისებზე დიდ ქალაქებში სიარული, როგორი სერვისებიც აქ ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი მაღალი დონით შესაძლებელია რომ იყოს. ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებაში გვაქვს შემდეგი სერვისები, ეს არის emergency, გადაუდებელი მიმღები განყოფილება, თერაპიული პროფილი და გეგმიური ამბულატორია. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ერთ-ერთი კლინიკა, რომელიც საპილოტო პროგრამაში ჩავერთეთ, დავნერგეთ 3 ახალი კვლევა, გაიზარდა პაციენტთა მომართვიანობა, საპილოტო პროგრამა მიმდინარეობს შეუფერხებლად.